ლატიმერია მიეკუთვნება მტევან-ფარფლიანი თევზების ქვეყნას. ლატიმერია ბინადრობს ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკასთან, კომორის კუნძულებთან. მისი სხეულის სიგრძე 160 სანტიმეტრს, მასა 80 კილოგრამს აღწევს. აქვს მასიური, მსხვილეკლიანი ქერცლი, კლოაკა და ნაწლავი სპირალური სარქველი. დედალი ლატიმერიის ორგანიზმში მწიფდება 20 კვერცხი, რომლის დიამეტრია 9 სანტიმეტრი, მასა 350 გრამი. კვერცხების განაყოფიერება ორგანიზმშივე ხდება. ცოცხლად მშობია. ლატიმერიას არსებობა საინტერესოა, რადგანაც მეცნიერებს ამ ჯგუფის წარმომადგენლები ამომწყდარი ეგონათ ცარცული პერიოდიდან. მათივე განცხადებით ათეულობით მილიონი წლების მანძილზე თევზს თითქმის არ შეუცვლია თავისი იერსახე. ლატიმერიის პირველი ეგზემპლარი 1938 წლის 22 დეკემბერს ქალბატონმა მარჯორი კორტნი ლატიმერი მიპოვა. იგი მეთევზის ცოლი და ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომელიც იყო. სწორედ მის პატივსაცემად თევზს ლატიმერია დაერქვა. მეცნიერთათვის ლატიმერიის აღმოჩენა სასიხარულო მოულოდნელობად იქცა. მათი ვარაუდით აღნიშნული სახეობის თევზები 200-300 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ. შემდგომში ლატიმერიის შესწავლით პროფესორი სმითი დაკავდა. პირველი აღმოჩენიდან 14 წლის შემდეგ 1952 წელს მან ლატიმერიას კომორის კუნძულებთან მიაკვლია. შედეგად დადგინდა, რომ ლატიმერიები ძირითადად კომორის 3 კუნძულის მახლობლად ბინადრობენ. ესაა გრან კომორი, მოხელი და ანჟუანი, ინდოეთის ოკეანეში. ხოლო პირველი დაჭერილი ეგზემპლარი შემთხვევით მოხვდა სამხრეთ აფრიკის წყლებში. 1998 წელს ცნობილი იქტიოლოგის ერდმანის მეუღლე სულავესის ქალაქ მანადოში სეირნობდა. ადგილობრივ ბაზრობაზე მან შემთხვევით უჩვეულო თევზს მოჰკრა თვალი და მეთევზეებს მის შესახებ გამოკითხვა დაუწყო. კერძოდ კი სად იქნა დაჭერილი აღნიშნული ერთეული. ქალმა მეუღლეს სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა უჩვეულო აღმოჩენის შესახებ. როდესაც ცნობილი იქტიოლოგი ერდმანის სულავესის ესტუმრა, მაშინვე შეუდგა ნაპოვნი თევზის შესწავლას. ნაციონალურმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მას გრანტიც გამოუყო, რათა კვლევებზე მუშაობა გაადვილებოდა. 1998 წლის 30 ივლისს პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძულ მანადოს სანაპიროსთან მკვლევართა ჯგუფმა ლატიმერიის სხვა ეგზემპლარი აღმოაჩინა. თევზის საშუალო სიგრძე 124 სანტიმეტრს, წონა კი 30 კილოგრამს უტოლდებოდა. მანადოს მახლობლად აღმოჩენილი პოპულაციის სხეულის შეფერილობა მუქი ლურჯი იყო, კომორის სანაპიროსთან აღმოჩენილი პოპულაციისგან განსხვავებით, რომელიც ყავისფერი იყო. ლატიმერია 1992 წელს სამხრეთ მოზამბიკის ნაპირებთანაც დაიჭირეს. 1995 წელს კი მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მეცნიერები თვლიან, რომ აღნიშნულ ადგილებში ლატიმერიები მოზამბიკის ძლიერი დინების მეშვეობით ხვდებიან. თუმცა მადაგასკარის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ლატიმერია მათ სანაპიროებთანაც ბინადრობს და ამ თევზის გამოსახულება თავიანთ საფოსტო მარკაზეც მოათავსეს. ლატიმერია კომორის კუნძულების საფოსტო მარკებზეც დომინირებს. კომორის პოპულაციას მეცნიერები მუდმივად აკონტროლებენ. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიის მაქს პლანკის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ზოოლოგ ფრიკეს ხელმძღვანელობით ზღვის ფსკერზე 200 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა აპარატით ჩადიან და თითოეულ თევზს აღნიშნავენ. დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ლატიმერია ღამის რეჟიმში ცხოვრობს. ღამით იგი ნადირობას იწყებს და 700 მეტრის სიღრმეზე ეშვება ნადავლის მოსაპოვებლად. დღისით ლატიმერიები წყალქვეშა გამოქვაბულებში ბრუნდებიან, რომლებიც 150-200 მეტრის სიღრმეზე მდებარეობენ. მეცნიერების ვარაუდით ინდონეზიის ნაპირებთან ლატიმერიის განსხვავებული პოპულაცია ბინადრობს. მათი განცხადებით ეს შესაძლოა ინდონეზიის არქიპელაგის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში არსებული ვულკანური კუნძულებია. 1999-1991 წლების მონაცემების თანახმად ლატიმერიების რაოდენობა 200-300 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა. 1994 წლიდან მეცნიერთა დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ლატიმერიების რიცხვა საგრძნობლად იკლო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი ბრაკონიერთა უკანონო საქმიანობაა, რომლებიც მალულად იჭერენ ლატიმერიებს.